მოგესალმებით მეგობრებო. სალამი. გამარჯობა, ასევე მოგესალმებათ ბერლინიდან ჩვენი ელჩი, კინემატოგრაფიული ელჩი. სალამი. გათოვდა აქ და მაგრა ასწორებს სხვათაშორის. რაღაც მიუნხენში ინციდენტი მოხდა, ავღანელი მანქანა შეიჭრა მთელი ბერლინის, მაგის გამო სხვათაშორის 30-მდე კაცი არის დაზარალებული და გერმანიაში მესამე შემთხვევაა მე მგონი უკვე ეს. ხო, კი ბატონო. მოდი დავიწყოთ, ხო? ძალიან რეზოლუციით დავიწყოთ, რომელიც მე უბრალოდ ეს რეზოლუცია წავიკითხე, ესეთი საშინელი არადიპლომატიური ვნებიანი ასკვილური ენით დაწერილი რეზოლუცია არ მახსოვს, 3 პუნქტი აქვს სიგიჟე, მიშას მოხსენება დავიწყოთ, რომ ჩარჩა, აი რაღაცა რომ ჩარჩება, ხო იცი? ბუზი რო გახმება ფანჯარასთან, შარშანდელი ბუზი და აი გამხმარი რო გდია და ამოღების სურვილიც კი არა გაქვს, ასე უგდიათ ეს ტიპი. მე გმობს, იმიტომ რომ უფლებამოსილება შეუწყვიტეთ და სხვა გზა არ ქონდა, უნდა შეგვეწყვიტა უფლებამოსილება, თვითონ მოითხოვეს და იმიტომ დეპუტატებს გულისხმობ. ხო, აი ეს ორი თემა არის და ნუ რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე დიდი დებილობა იმის გარდა რომ რაღაც არჩევნებს ითხოვენ და ასე შემდეგ არის, რომ ელაპარაკებიან როგორც ლეგიტიმურს, ისე აი ამ კუდიან დედაბერს სალონს. აი ეს თუნდაც ეს 3 ამბავი მათ აბსოლუტურ სიგიჟეზე და მარაზმზე მიუთითებს და შეუძლიათ გაიკეთონ ეს რეზოლუცია, წვრილად ან მსხვილად დაახვიონ და გაიკეთონ ერთად იყოს. აი ეს არის ჩემი განცხადება. ხო, აი ხა ეს პირველი რეზოლუცია ხო არა, ჩვენ გვინახავს მანამდე სიგიჟეებიც მსგავს რეზოლუციებში, სადაც კეზერაშვილი იყო მედია პერსონა და ქვეყანაში პოლიტიკური დევნილი, სადაც გვარამია იყო დემოკრატიის შუქურა, მიშა იყო დემოკრატიული აღმშენებლობის არქიტექტორი და ამის პარალელურად ბიზნეს ივანიშვილზე ითხოვდნენ დასანქციებას. ეს ხო მაგის გაგრძელება უბრალოდ ხა ჩავიდნენ ეს მართლა უკვე ყველანაირად გაცხადებული აგენტები და ეგ ფოტოებს ყურეთ სარიელ დარბაზში რომ კითხულობდნენ განცხადებას გვარამია, ჯაფარიძე, იმას აჯდომი გადატენა იქიდან ალბათ გაისროლა 1-2 სულკალიბრიანი. ხო და ნუ აი რაც მოახერხეს ეგ აპროსტა როგორც წინა რეზოლუცია მაგამოიღო შედეგი, ეგეც შედეგს გამოიღებს ხა ეს რეზოლუცია აი რაში უნდა გვადარდებდეს საერთოდ განხილვის საგანიც არ უნდა იყოს მე თუ მკითხავ რა. ისე მართლა კი მივახციეთ იმ ეტაპს, რომ განხილვის საგანიც აღარ იყოს, ჩვენ გვახსოვს ესე იგი აი ეს პირდაპირ გლობალური ომის პარტია, რომელიც აი Deep State, რომელიც მოქმედებდა იმ პრინციპით, რომ რუსეთის გარშემო დაენთო ცეცხლი, რუსეთის გარშემო დაენთო ცეცხლი და შესაბამისად, ხო, დაესუსტებინა, ანუ ყურადღება გადაეტანინებინა რუსეთისთვის და მხოლოდ უკრაინაზე არ ყოფილიყო კონცენტრირებული, მხოლოდ ამის მეცადინეობით იყო დაკავებული და პირველი დოკუმენტი ალბათ, რომელიც ევროპარლამენტმა რეზოლუციად გამოუშვა იყო 309 თუ 308 თუ 307 გზააბნეული პარლამენტარი, როდესაც უსაქმური, კორუმპირებული, ანუ დამპალი, ჩამყაყებული ტექნოკრატიის, ბოლო ტექნოკრატი, ბოლო მოქნეული კუდი, რომელსაც გამოაქვეყნეს რეზოლუცია, რომ თურმე აგრებაჩომ რაც თქვა, რომ კეზერაშვილი, ესე იგი ჯერ კიდე ჯარის ქურდი და მე ევროპელი პენსიონერების ქურდი ყოფილა მედია პერსონა, რომელიც იდევნება და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი. მიშა სააკაშვილი თურმე ყოფილა პოლიტპატიმარი და კვდება და აღმოჩნდა რომ არ კვდება, არა თუ კვდება, შვილებს აკეთებს ღმერთმა, ხო, ნუ შვილებს აკეთებს, როგორც არის, დალოცვა არ მინდა მაგის შვილს, რა თქმა უნდა. ბიჭო, იხწნებაო და ხრწნის სუნი ასდის თითებიდან. პროსტა ეს რომ ჩვენ შევჭამეთ, ანუ საზოგადოებამ ეს რომ გაუტარეთ და თურმე რა ხდებოდა აკერმანზე, შპს აკერმანზე ქონია გადახდილი $1,300,000 $400,000, რომელმაც მოიფიქრა რომ დაენერგათ ისეთი კამპანია,
სადაც ვითომ მიშა კვდებოდა, გამოიგონეს ისეთ დაავადება, რომელიც სისტემურ მკურნალობა შეიძლება ჩვენთან ესე ძლიერად არ არის, ანორექსია, მერე დემენცია დაემართა ყველაფერი და თურმე გამოკეთდა, ანუ თურმე უშველეთ, ესე იგი ვივამედი ყოფილა, არ ვიცი, მკვდრეთით აღდგენა რა. ერთი ვიდეო ვნახე ბატონი მაისურაძეს ფილოსოფოსი. ხო და მაინც დავამთავრო ეგ. ხო და ეხლა ევროპარლამენტი რა რეზოლუციას მიიღებს? ევროპარლამენტი ეხლა, რადგან თქვი რომ არის ჩამყაყებული აი ბოლო ტექნოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც აი გამოხატავს ევროპის დაის, რასაც ქვია, მართლა შპენგლერის ევროპის დაის, ის უფრო ცივილიზაციური კონცეფტია, მაგრამ ეს არის თვითონ ტექნიკური აღსრულება რა, ტექნიკური აღსრულება ამისი. პირდაპირ ებრძვის დღევანდელ ტრამპიზმს და ტრამპს და ცოტა ხანში დიდი კი, იმიტომ რომ Deep State-ის ეხლა ერთადერთი საცეცი თქვა ევროპაში არის მხოლოდ ეს. უკრაინის აღსასრული მალე დგება სამწუხაროდ. ნუ უკრაინაზე მე ვილაპარაკებ აუცილებლად. მოდი ახლა ჩვენ მაისურაძე ესეთი არის ესეთი ადამიანი, მაისურაძეს იცნობთ ხო თქვენ? კი. კი ბატონო, ხო და სად არის ჩამიგდეთ, ხო? აი ეს არის ფილოსოფოსი და მაგრამ რადგინა усმინე, მე არაფერს საინტერესო არ არა, ერთი რაღაცა მინდა თქვა, პინოჩეტზე მინდა. ხო, მაგრამ вообще არა, უბრალოდ მაინტერესებს არის. ზოგადად ავტორიტარიზმის ის ფორმა, რომელიც ჩვენში კვიდრდება და ეს არის ზუსტად გაგრძელება იმ დაწყებული პინოჩეტიდან. პინოჩეტი იყო პირველი საერთაშორისო ექსპერიმენტი, როგორც ჩავატაროთ ნეოლიბერალური ექსპერიმენტი. და მეგობრებო, ვინ ჩაატარა ეს ექსპერიმენტი? ნეოლიბერალური ექსპერიმენტი ჩვენ გვემართლება? არა, ნეოლიბერალური ექსპერიმენტი მეც ეგ გამისდა. იფა რომ რატო უშვებთ თქვენ, იმიტომ რომ აცდენილი არის ეს. გარდა ამისა, ანუ პინოჩეტი იყო ხო, პინოჩეტი იყო მხარდაჭერილი, ალბათ ვიცით საიდან. ხო, და ნუ ეხა იყო მიშა და ნეოლიბერალური ექსპერიმენტი მართლა ჩაატარა. ცალსახად, ანუ საერთოდ სხვაგან არის. ჯდება, მაგრამ კონტექსტი თუ ჩვენზე სხვაგან არის. ჩვენთან არისო, ჩვენთან მყარდებაო და ამ დამყარების მაგალითად მოიყვანა პინოჩეტი, რომელიც ამერიკამ დაამყარა პინოჩეტის გენერალი. ამერიკამ ოღონდ პირდაპირ ამერიკის მხარდაჭერით და სტადიონზე ხარჯიმალებოდა ხალხს. მთელი მუღამი რაც არის პინოჩეტის, რომ პლუს ამ მართლა ნეოლიბერალურ ექსპერიმენტებს და შემდეგ აი სტადიონებზე ხალხის საკონცენტრაციო ბანაკებს და მე ხალხის დახოცვა და იქაურ კრიმინალთან ომი, ხო? აი მიშა სცენარი იყო ერთი-ერთი, ზუსტად. როგორც ვიღაცები და ეს ჩვენ საბუთად გამოდგებოდა, მიხვდი? ტიპს მაგას ვამბობ, რომ ხო ფილოსოფოსია, ხო რაღაც მაგალითი უნდა. ხო და ნუ გაექცა რა. ხო, არა, მაშინ აი, მოდი უკრაინაზე ვთქვათ ერთი სიტყვას. აი, რას ეძებ შალვა? ვთქვათ პეტრეცის კარიშვილი, არა. თინა ხიდაშელი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე არა. ესე წავყვეთ რა. არა. უკრაინაზე მინდა ერთი რამ თქვა. ხო, რატო ტაივანში იქნება რამე საინტერესო? არა, აქ არის უყურე როგორ არის ტრამპმა დღეს ხო დეტალები დაზუსტა. ჯესეთი ხდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ ერიადში ხდებიან პუტინი და ტრამპი ერთმანეთს. ზელენსკის საქმის კურსი არც ჩააყენეს, მერე გადაურეკა 10 წუთი ელაპარაკა, უთხრა რაზეც მოილაპარაკეს ალბათ და ზელენსკი გამწარებული ოღონდ ვერაფერს ვერ ამბობს და დაიწყეს ციკვინი კაია კალასებმა და ვიღაცეებმა. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეის კუბელიუსი რა დღეშია რა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა რომ კარგიაო. თავარია უნდა დავასრულდეს ომიო და კარგი ეს მოლაპარაკებაო. და კაია კალასი იძახის რომ ჩვენო დახმარებისო, ანუ უკრაინასო დახმარების 20% მოაკლდებაო, 80 მაინც ჩვენი იყო და ჩვენ მაინც გავაგზავნებთო. აი ეს აი ქათამს რო თავს წააცლი და რეფლექტორულად რო დარბის სადღაც კიდე, ხო? აი ესეთი სიგიჟეები არის ევროპაში. ევროპა ცოტა ხანში ჯერ ხო ერთმანეთს დაერევიან. მერე ტრამპს რა თქმა უნდა ვისაც ძალა შესწევს დაარტყავენ, მაგრამ ორბანმა სწორად თქვა, რომ ესენი არიანო ქათმებიო, ციპლიონკი, წიწილებიო, რომელიც გველს აი მონუსხულად უყურებენო, რომ როდის დაახშობს ის გველიო. გველი ამ შემთხვევაში ფიგურალურად არის ტრამპი. მე მგონი რომ ძალიან მალე ეს მორჩება და ამაზე ჩვენ ვსაუბროთ, გური შემიძლია დაგიბრუნდე და ასე შემდეგ. როცა ეს ყველაფერი გაფორმდება, როცა ტრამპი ხელს ჩამოართმევთ, ეს ფოტო იქნება, ვიდეო და როგორ მორჩება უკრაინაზე იტყვიან, რომ აღარ შევა ნატოში და საქართველოს
და ნატოს პერსპექტივით დაახლოებით იგივე იქნება, იმიტომ რომ ულტიმატუმი, რომელიც აუყენა ამერიკას პუტინმა ომის დაწყებამდე, საქართველოს იყო იქ ნახსენები. და როდესაც ვეტოს უფლებას აღიარებენ ნატოს გაფართოებაზე. და ეს რო გაფორმდება თავიდან ბოლომდე, სანქციები რომ მოეხსნება ამერიკიდან ალბათ რაღაც ნაწილი სანქციებისა, მე რა სიტყვიან აი სწორი ფორმულირება. ალბათ საერთოდ აღარ შეიმჩნევენ არა, მოდი მე ყოველ გადაცემაში ამას ვამბობ და მე მგონია რომ ბევრჯერ უნდა ვიმეოროთ. ესე იგი, ტრამპმა როდესაც გრენლანდიაზე გამოთქვა თავისი მოსაზრება და პრეტენზია, რომელიც გულისხმობს, რომ ესე იგი თუ ვერ ვიყიდი, მაშინ ჯარით მოვიპოვებ. მისი მიზეზი და мотиваცია, იყო ძალიან მარტივი, რომ ალბათ კოპენჰაგენიდან უფრო შორს არის გრენლანდია, ვიდრე არ ვიცი, რომელიღაცა შტატი. აქედან გამომდინარე, მე ეს ვჭირდება სტრატეგიულად, ეს არის ახლო ობიექტი ჩემთან, სადაც წიაღისეულს მოიპოვებენ რუსები, ჩინელები, ასევე შედიან ჯავშას ტექნიკები, ყინულის მჭრელები შეიყვანეს, ასე შემდეგ და ასე, დანია ვერ უზრუნველყოფს ამის დაცვას. ესე იგი, ეს პრინციპი, რომ მე გავაკეთო გარკვეული ტიპის ბუფერები, არის და იყო ყოველთვის აქტუალური. მაგრამ ტრამპმა ამის ვერბალიზაცია მოახდინა, რომ ეს ნიშნავს, რომ მე თუ ბუფერი არ მაქვს და იგბაზე სხვას თუ აქვს პრეტენზია, როგორც ლათინურ ამერიკაზე და ცენტრალურ ამერიკაზე, სხვას თუ აქვს პრეტენზია, მე შემიძლია იქ ჯარი ჩავაყენო, დავბომბო და ასე შემდეგ. რაც გააკეთა პუტინმა, ოღონდ პუტინის შემთხვევაში ეს იყო ალბათ სამართლებრივად და პროცედურულად უფრო თანმიმდევრული და ვერბალიზაცია ასეთი არ ქონდა. გაფრთხილდა იურიდიულად უფრო კარგად. პუტინმა ეხლა მე მგონია, რომ ამ პრინციპით თუ გადანაწილდება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც მე მგონია, რომ 20, 30 და 40 წელი შეიძლება ესე გაგრძელდეს და ეს 1, 2, 3-4 წელია, რაც გვეტყვის როგორ ვიცხოვრებთ 30 და 40 წლის შემდეგაც, ხო ეს ბალანსი დადგება. ამ პრინციპით სრულად წარმოუდგენელია, ვთქვათ, თუ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ უფრო სწორად საქართველოს გეოპოლიტიკური როლი. ანუ გეოპოლიტიკური რეალობა. როლი არა, რეალობა რაშიც ვარ. ხო, მე მინდა რომ აი ქართველები ვიყოთ 50 მილიონი. არ მინდა. დედა მომიკვდეს. საინტერესო იქნება. ძალიან ცუდი იქნება. ყველასთვის და ჩვენ პირველ რიგში. დაშვების სამყაროში საინტერესო პროცესია. რამდენ ხანში გავანადგურებთ ერთმანეთს? ბევრი რაღაცა მინდა, მაგრამ არის რეალობა, ხო? რა თქმა უნდა. ხო და აი რაღაცის ზემოთ ვერ ახტებიო, ხო იცი? იყო სტელობები, სხვათა შორის ვიდეოებიც არის მაგის გადაღებული. ბიჭო, რა გამოვიარეთ ხო გახსოვს მართლა ბოლო 30 წელია. ჩვენ ერთი რამე უნდა ვაღიაროთ. აი დატა თუთაშხიაში აქეთ როთხრიან და იქით ამოს. ზუსტად იმედი ნატო იყო ეგ, ნატო აქაურობას გახსოვს. მაგალითად ყველაზე გოიმური, ყველაზე ვულგარული, ყველაზე არ ვიცი კულტურის გაუპატიურება თუ ასეთ რამე შეგვიძლია გამოვიყენოთ იყო ჩემი ცოლის დაქალების კინო, სადაც მაპი მოგწესო და ესე იგი ქორწილში ქართველი ბაბულიკები ჩხუბობენ და რიგდებიან იმის გამო, რომ ისეთი გასახარი ამბავი მოხდა. ნატოს კი არ შევედი. მაპი მოგწეს სამოქმედო გეგმა. ანუ მაპი იყო ალფა და ომეგა. მაპი იყო დიდი აფერიზმი. ხო, აი როგორი საკრალური რამე იცი და ზოგადად დასავლეთი და მე უბრალოდ ერთი რამ მინდა აღნიშნო და მე შენს ძალიან საინტერესო რამეს იტყვი დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე ბევრი გვაქვს დალაპარაკები. მეგობრებო, ვითარება შეიცვალა პუტინის მიერ დაპყრობა ყირიმის და რა თქმა უნდა ანექსია იყო და რა თქმა უნდა, მაგრამ პუტინს ჰქონდა თავის გამამართლებელი ეგრეთ წოდებული მიზეზები. მაგალითად, საზღვრების გადახედვა კუბას რომ დავეკითხოთ, ვისია კოსოვო, დაიწყეს ამერიკელებმა და მოგლიჯეს ისტორიული მხარე. ო, ეგ მართლა რეალობაა და ისტორიული მხარე სერბეთს მოგლიჯეს კოსოვო და გააკეთეს იქ რაღაც თავისი საკაიფო ქვეყანა მოიწყეს, ხო? ეს მაგიტომაც ვერ მეორე პუტინს დაპირდნენ, რომ გადატრიალება არ მოხდებოდა კიევში და მოხდა და ეხლა უკვე ჩვენ ტრამპისგან ვიცით, რომ 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ამ გადატრიალებაში და მოაწყო ცერუმ USAID-ის მეშვეობით. ესეც ვიცით და გაბრაზდა ამაზე პუტინი. მერე პუტინმა ფორმალურად რა თქმა უნდა, მაგრამ ჩაატარა რაღაცა რეფერენდუმი და ყირიმში თვითონ და დონბასში რეალურად რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობდა. ანუ ეს იყო რუსეთის იმპერიის ძველი მიწა და მალარასიას და ყირიმის საერთოდ
ეკატერინემ დაიპყრო. და რო ეს ორი ამბავი გრენლანდიის და რუსეთის ანექსიის ამბავი, რუსეთის მიერ ანექსიის ამბავი შევადაროთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არ მინდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ სხვა სიტუაცია აქვს და აქ როცა ტრამპი იძახის, რომ თქვენ ერთი ადგილი არ აგაქვთ და გიგდიათ და მჭირდება უსაფრთხოებისთვისო. ეს არის არც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს, არც ჩვენ ისტორიულად გრენლანდია გვეკუთვნოდა და არც გრენლანდიელ ხალხზე არ ლაპარაკობს, არც ვაჭრობაზე არ ლაპარაკობს გრენლანდიას. გრენლანდიაზე როგორც ინსტრუმენტ. დევს და ინსტრუმენტ. ვერ მოუვლით. ობიექტზე. ვერ მოუვლით. ბაჭო თქვი. სამწუხარო ამ შემთხვევაში ის არის უკრაინისთვის, რომ როგორც ომის დაწყებას არ შეეკითხა, არავინ ისე არ შეეკითხება ომის დამთავრებას და ამ პირობებს. ტრამპი და პუტინი რაც შეთანხმდებიან და იმის მიღება მოუწევს როგორც ევროკავშირს, ისე უკრაინას, იმიტომ რომ ისინი არიან მთავარი ფაქტორები და სუბიექტები ამ ომის დაწყებაში და არ იქნებიან არც დასრულებაში. ტრამპი რეალურად რაც აკეთებს თავისი მოსulis დღიდან და მცირე მოკლე პერიოდში არის იმ ამერიკის იმ ძერჟავად გამტკიცება, რომლითაც ამდენი წლის მანძილზე, ამდენი ასეული წლის მანძილზე ამერიკას, რამდენი რა ორი ამერიკას ჰქონდა თავისი გეოპოლიტიკური მონახაზი. იმიტომ რომ მაგალითად წინა ტრამპის ვადის ფარგლებში, როდესაც ეს იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც არანაირი ინტერვენციული ომი არ აწარმოა, იყო სერიოზული უკმაყოფილება მის ამ მრჩეველში, რომ ამერიკამ დაკარგა თავისი ლიბიდო და ეს აღარ არის ის ძლევამოსილი დემოკრატიის იმპორტიორი, რომელიც ასეთი საჭირო არის მსოფლიოსთვის. იმიტომ რომ ხო ანუ ეგ მაგას ხო იჭხირავს რა რიგითი ამერიკელი, რომ მე ისე დიადი ქვეყნის შვილი ვარ, რომელიც დადის სხვა ქვეყნებში და აპარებს იქ წესრიგს რა. ეგ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში შეეშალა ტრამპს თავის პირველ ვადაზე. მაგრამ იქნება გამომდინარე, რომ რეალურად ცდილობს რომ ომი არ დაიწყოს, არამედ დაასრულოს, ან მისი რიტორიკა და გადადგმული ნაბიჯები მაინც არის ამის ჩამონაცვლებელი რა, რომ ანუ ამერიკა მაჩვენოს თავის ძლევამოსილება, ისე რომ ამას ტყუის გასროლა არ მოუწიოს რა, იგი ზუსტად იგივე თემა არის გრენლანდიაზე, იგივე არის კანადაზე, იგივე არის მექსიკის ყურეზე და ზუსტად იგივე იქნება უკრაინას სამმართველოს, როდესაც ჩავადა პუტინს ეთქვის, რომ აი всё აქ გავჩერდეთ. მეგობრებო, კიდევ ერთი ახალი ამბავი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ჩადის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, არ შეხვდება შოლცს. აი ესე პირდაპირ ეს არის დემარში, ასე აფასებენ, პრესა უცხოური ასე აფასებს, არ შეხვდება. ანუ ჩვენ ვიცით რატო ხდება ეს, იმიტომ ძალიან კონკრეტულ ძალას უჭერენ. AFD-ს. აი ძალიან კონკრეტულად უჭერენ, ძალიან კონკრეტულ ძალას და არ შეხვედრაც, ხო? აი ფეხებზე დაკიდება. რომელმაც ქართული სამსახურდამჭერელი. შოლცს აქ ახალი სკანდალი გუში გაეჩიტა სხვათა შორის. ხო, აბა. შოლცს გაეჩიტა აქ ლოკალური სკანდალი აქვს რა გერმანიაში. ხო, სექსუალური ასაკის. არა, ვაფშე არ გავს. ცირკის კარის კლოუნით მსახურით მსგავსი უწოდა ერთ-ერთ ბუნდესტაგის იმას რა ქვია დეპუტატს, რომელიც არის შავკანიანი რა. ეხლა უგორებენ რომ ესო რასისტული კომენტარი იყო და რასისტული. ჩვენ მივესალმებით მხოლოდ მონობაში ახსენა რა. მასხარა უწოდა თუ მასხარა უწოდა თუ ნიგერი. არა კაცო, N-words არ იტყოდა რასაკვირველი. ან კარში კარის მასხარა არისო რა და ეს კარის მასხარობა გადაუთარგმნეს, რომ აი ეს ახსენებს მონობას ამ შავკანიანს და მაგ ჩაგვრით კატეგორიაში ამყოფებს ისე. ჰოლივუდის ფილმები ხო ვიცით რომ მე-12 საუკუნის ევროპაში შავკანიანები ყავდათ მასხარებად. ეს ჩვენ ხო ვიცით, ახალი ტენდენცია ხოა რომ გერმანელ იმპერატორებს მოზამბიკელი მასხარები ყავდათ და ასე, ნუ აი სიგიჟე. მეგობრებო, ერთი კითხვა მაქვს, რა, თქვენი აზრით რას ნიშნავს კულტურის სფეროს წარმომადგენელი თანამედროვე საქართველოში? ხო, ეგ კულტურის მუშაკი. კულტურის მუშაკი. აი ვინ უნდა იყოს, ვინ არის? როჟა რა? უნდა კონდეს. არა, უყურეთ ცენზი რა არის, ხვდები? აი მაგალითად, ეხახას დაიწყო, დაამთავრა თეატრალური და დაიწყო მუშაობა თეატრში, ერთი როლიც არ აქვს შესრულებული. არის კულტურის მუშაკი. არის. ფორმალურად არის.
ყველა ადამიანი შენ რას ვინც გითხულობ კულტურას ემსახურება ფორმალურად არის. მოტივაციას ვერ მივხვდი არა, რატო შეხვედრა გითხულობ? ხო, ეხა გეტყვი შეხვედრა შედგა რა. ვინ? კავშირის ელჩმა ხო, აი, საქართველოში დადო ფოტო. ხო, ჩაგდე. დადო ფოტო, სადაც დააწერა, რომ შევხვდიო საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. აი, გავუშვი თუ შეიძლება. ვინმეს იცნობა? ბალერინა ვიცენი ეს გოგონა ბუნტური. ვინმეს იცნობ რას გულისხმობ, რომ შემოქმედებითად ვინმეს იცნობ? აი ბუნტური არის, მე მგონი ეს გოგო ბალერინა. ეს ახალ. კი ბატონო. ეს ვიცანი, ერთი კი ბატონო, მეტი არა რა თქმა უნდა. ხო, და აი სხვა არა. მეორე ბიჭი არის წვერებიანი. კულტ მუშაკებს შევხვდიო. ესენი არიან, პაულ ჰერცგ გონო, ესენი არიან საქართველოს თანამედროვე კულტურის მაგალითად, აი ხელოვნების ექსპერტიც კულტურის მუშაკია, ხო? ოღონდ ისეთი რომელიც ჩვენ არ ვიცით. ეხლა აი ამ ფოტოზე რომ დაეწერა, რომ შევხვდი ქართველ ოკეანოლოგებს, ხო იგივე იქნებოდა? ხო. ჰოკეისტებს. არა, რატო? ოკეანოლოგები არ ყავს და კულტურის მუშაკები მართლა ყავს. მართლა ყავს. რა და მუშაკები არის არსებობენ ჩვენთან, მაგრამ ბიჭო, ეთქობა რაღაცა როგორი კულტურის მუშაკებს შეხვდა, იცი? სპეციფიურ კულტურის ბიჭო, ის ხო გახსოვს, პევე პირველმა რო გააკეთა რეპორტაჟი, რომ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი მწერალი ივაფეზუაშვილიო და იქიდან რო გავიგეთ, რომ თურმე მწერალი ყოფილა. და ყველაზე პოპულარული მწერალი ივაფეზუაშვილი. აი ლაშა ბაქრაძე გაუშვდა. არ უნდათ, ვერ გაგო. ძალიან დამტკუნველია, როდესაც უყურებ აი ასე გახწნას საზოგადოებისა. მესმის რომ 12 წელი მუშაობენ ამაზე. მუშაობენ იმაზე, რომ ადამიანებს ძულდეთ ერთმანეთი. მუშაობენ იმაზე, რომ ეს არ იყოს სოლიდარული საზოგადოება. მაგრამ აი ციცინო არ გამოვიდა. თუ არ გამოუვიდათ, რატო არის? ანუ თუ არ გამოუვიდათ, არ გახსნა ესე იგი, ხო, საზოგადოება. აი ესე არის. პირიქით მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ყველას თავის სახელი დაგვერქვია, თორე 12 წელი ეს ვირიშვილები იყვნენ თანამდებობებზე და თეატრებიც ჰქონდათ, ფულიც ჰქონდათ და აქეთ ვაჩმორებდნენ. აი ესე ვიტყვი. არაფერი 12 წელი, ეს 2 წელია, რასაც გახსნა რა, ვიძახით ვინც არის. 12 წელი მერე იქნება, ხო, არა, რას ამბობ, არ გახსოვს? მე კულტურის მუშაკო, ჯერ კიდე კაი ჩვენ დავანგრიეთ, ვიცი მე ჟურნალისტი ვარ, ტიპები რომ იძახდნენ, ანუ ჟურნალისტი იყო ადამიანი, რომ ესეთ ყოველს მართალს იძახის და მე ხელი არ უნდა ახლა. ავტორიტეტი აქვს იმის ზედავატია და თეატრი. ლაშა ბაქრაძე გადაიქცა დათო ბაქრაძის კალი პოლიტიკოსა და მე მგონი მის ნიშის დაკავებას ცდილობს. ხო გახსოვთ დათო ბაქრაძე კოლექციაში პირველად ბიჭო, არა, დათო ბაქრაძე ვაფშე სხვა კალიბრი იყო. დათო ბაქრაძე იყო აი რაღაცა ტაბულა რაზასავ და ანუ სუბთაფურ აი ძალიან სტერილური ტიპი იყო რა. არა და ეს არის ოდიოზური. არა, ეს ოდიოზურია. ამას იმენა ზიზღი აწერია სახეზე და ეს ბოროტება არის. აი იქ რო ნახმარი ქალები და რაღაცა ისე რო ლაბა. არა, ეს დაზიანებულია ძალიან. ეს კულტმუშაკში არ გადის. არა, ეს პერვერსიული ბუნების ადამიანია, კაცო, რა შუაშია დავით ბაქრაძესთან. მუშაკი ანუ ხო, შეიძლება. დავით ბაქრაძე იყო ტედიბე არის იმენა. ლაშა მეორე გავუშვათ ბუღაძე. ბაქრაძე არა და ხუილი უნდა თქვას რეჟიმი. ეს სტადია და რამდენად მუშაობს ეს არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ თუნდაც აი კვლევები, ბოლო კვლევები, აქ ისაუბრა მათ შორის ფორმულას ეთერში იეგო კაჭკაჭაშვილმა აჩვენებს, რომ მათი პროპაგანდა არ მუშაობს, ანუ ქართველმა ხალხმა თავისი ჭეშმარიტი გეყვეწები რა. ერთმანეთს რო ციტირებენ, ბიჭო, იაგო კაჭკაჭიშვილს უსაუბრია იმაში ფორმულაზე. იაგო, ნახე, ჩვენ იაგო ეთერში ყო. იაგო კაჭკაჭიშვილმა რომ მოყარო, ბაჩო ვეგონეო. ხო. და კარგად შეხვდა და დაალოცა. გაუკვირდა და საიდან მიხვდა ისი ვინ ეგონე რომ კარგი სიტყვები მიხვდა, ეს გაიგე და მიხვდა. მოყოლილი აქვს. და ვერ გავიგე იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს რომ ომის პროპაგანდა მიმუშავა. ყველა ამბობს. არ მე მაგრამ кайფობ ერთმანეთს ციტირებენ, ერთმანეთს რო ციტირებენ ძალიან მაგრამ. ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მუშაობს თუ არ მუშაობს. ოღონდ ციტირებენ იმ არხზე, რომელ არხსაც მარტო ჩვენ ვაპიარებ. ისე მართალი. ორ არხს ვაპიარებ. სხვა აქცენტს გადავიტანდი. გასაფერკაც გაფერებშიო წარმოდგენილი. აქ ჩემი გამოსახულება ბორდოსფერი. ბორდო. ანუ ჰალსტუხის სოროჩის და პიჯაკის ესეთი შეუხამებლობა. თან ერთად მარტო ილოღლონს შეეფერება, ხო? ტაივანის აგენტი არ ეთანხმება ღვაწმოცილ მწერალს ბატონ ლაშას.
აი გავუშვით თუ შეიძლება, თინახი და შეიძლება. ტაივანის არის აგენტი. თახმები. სერიოზულ საგონებელს ჩააგდებს იმ ამორჩევლის სეგმენტს, რომელიც ჯერ კიდევ ზომბირებულია და რომელსაც ჯერა ყველა ტყუილის და ყველა დეზინფორმაციის, რომელსაც აი ეს ტიპიური რუსული საინფორმაციო სივრცე ემსახურება, რომელიც ტელეკომპანია იმედით და პოზიტივით განსაკუთრებით არის წარმოდგენილი, თუმცა ისინი არ არიან ერთადერთი, კიდევ არის მედია სივრცეში მსგავსი საშუალებები, მაგრამ ორი ძირითადი მოილაპარაკო გაჩერეთ. მოილაპარაკო. მუშაობს თუ არ მუშაობს? დროშასთან ერთად რატო არ უდგას ამერიკის დროშა? ტაივანიდან არ მუშ. ბიჭო, მე დროშები თუ რო გამოდიან რა ეს თან რაღაც მაგას ჯოს ვერავინ ვერ შეედრება. არა, ჯო პირველია ძმაო, ჯო ვილსონი პირველი. ჯო ვილსონის ჯო ვილსონმა გუშინ ტრამპის კომენტარის მერე რუსეთზე რაც ილაპარაკა, რომ პუტინს შევხვდები რუსეთში ჩავალო, პუტინი აქ ჩამოვალ და კარგად ვიბაზრებთ. რა კომენტარი გააკეთა მაგაზე? არა. არ შევე ტრამპს უსმინევ ხაო რა და რუსეთს დედას უტირებსო უფრო დამანგრეველ სანქციებს დაუწესებსო. ვაფშე არ იყო მაგაზე ბაზარი. საათ ნახევარი ილაპარაკე. სეული არის ძმაო, აზრი გამოვიდა. მაგრამ თქვენ თუ დააკვირდით ერთ რამეს, მოიცადეთ ერთი წამით. მანამდე ბიძინა ივანიშვილს ხომ იაზრებდა პუტინთან ერთად და აიათოლა ხამენეი და იქ სი ძინპინი და ესენი და ეხა შეავიწრო პუტინი გამოაგდოს სიდან ეს. არა, ნუ მან როგორ არის? ვენესუელა და კიმის დატოვა ჩრდილოეთ კორეა. გაზეა. ლაშა ჭრიმიანი ვინ არის ნინა? კულტმუშაკი ხო არ არის? თმანისის არის? თმანისის? არა, არ გაუშვათ რა. აი ბაჭო. ახლა კულტმუშაკია. აი არ გაუშვათ. თმანისის თია ზეზვა. აი არ გვინდა რა. ბაჭო, აი შენ მაგალითად გონჩარენკოს შენ რატოს ბლოკავ ჩვენს ეთერში თმანისის ყოფილ რეჟისორს ლაშა ჭრიმი? ყველა მიცოდა რომ დათვიდა მგელი ვიყავი მე სად მიდიოდა აი შეხარ ცენზურა. ბაჭო, გონჩარენკოზე რა სიტყვი? გუშინ ნახე რა თქვა მოგესალმებით ჩრდილოეთ კორეა. ჩუჩხედანო თუ რაღაცა და კიმჩენზეო თუ რაღაცა. ხოდა როგორ შეიძლება ქართულ ლიბერდებილს ევასებოდეს გონჩარენკოც ჩვენთან ხო ჩამოვიდა და ვერაიათი ხო აქ მაგის სიტყვა. არა კაცო, ჩვენთან ჩამოვიდა საქმეზე. არა და ჩვენთან წამოვიდა საველე წვნებზე რევოლუციაზე და როგორ ისხრო მასხალა როგორ გააკეთო მეიდანი ხო დაუჯერეს და მოეწონათ რომ აქ გაყავდაო რო თქვა. ანუ როგორ უნდა დაუჯერო როცა ზელენსკისაც აგინებს და პლუს აი რა ნაწილში უნდა დაუჯერო ქართულ ლიბერდებილს. გონჩარენკო ალბათ არახამიას და მაგებს იმაში იარაღის წილში ყავდა ჩასმული და რაც გაჩერდა ახლა იქ მიწოდება ალბათ გადაუკეტეს წყაროები და გაბრაზებული არის და უთხოვს. ანუ კაცი არის რომელიც მართლა იმისავით წყალივით რაშიც ჩაასხავ იმას დაელაპარაკოს ბიჭო ტიპს ეკეთა გეორგიევსკის ლენტი და ეგრე პოზიციონირებდა თავის ქვეყანაში უკრაინაში იმენო რუსეთის წარმომადგენლად და რუსეთის პატრიოტად და მერე უცებ გახდა უკრაინის პატრიოტი მერე საქართველოს პატრიოტი და ეხლა უბრუნდება ისევ საწყისებს რა. ხატია დეკანოიძეს მოусმინოთ პრეტენზიებს უყენებს ანუ მოთხოვნითი ტონით ესაუბრება ჩვენს დაუძინებელ პარტნიორებს. რუსთაველზე რაც ხდება, ეს არის ზუსტად ის, რაც მიიყვანს. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველანაირი ზეწოლა, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ და აქ ლანდსბერგისის ძალიან კარგი ინტერვიუ იყო სხვათა შორის რადიო თავისუფლების. ძალიან საინტერესო გზავნილები როგორც ყოველთვის. სანამ რუსთაველზე ისმის ქართველი ხალხის ხმა, ევროკავშირს არ ექნება იმისი უფლება და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოს დაივიწყონ. ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. სანამ ლაკა ხოშტარია გამოდის და ყველას მაგარი რა არის, მკვდარი პოლიტიკოსი, რომელიც აძლევს ლანდსბერგისი დასახურად განწირულ მედიას. რადიო თავისუფლებას. მე სხვა რამე მიტრიალებს. ხო მაგარი ამბავია. ამ გადმოსახედიდან ჩვენ რანაირად გვეძახიან მონებს. ბიჭო, თვითონ მონები, ანუ მონა, აი ჩვენ განსხეულება, ილუსტრაცია, რომ რაზე ევროკავშირი არ ექნება უფლება, რომ დაგვივიწყოს. ანუ მონები. არა, ნუ ისე მოთხოვნითია. ესა მიხეილ სააკაშვილის ძალიან მაგარი სტატუსია გაუშვით თუ შეიძლება. მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის რომ არასოდეს ერიდებიან ჩემს თემას, მათ შორის რეზოლუციებში განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან. აი აქ დამეცვა გული რა. აი ცალწყალი ხო, დამეცვა გული. შეინტერესაა ცალწყალი, მაგრამ ხო, აი გაკრა რა. უფრო მეტი შეძლო ეთქვა.
მიშა 2 წელი ხო შენზე ილაპარაკა მთელმა საქართველომ რომ ვითომ კვდებოდი და ნუ რომ მოიტყუე მაგიტო აღარ ჯერათ შენ და რო არ მოკვდი ხო და ეხლა რაღაც უნდა გახსოვს გიორგი გაბუნიამ რომ თქვა რომ თუ არ მოკვდიო პატივს აღარ გწევო ხო და ეხლა აღარ ცემს მე პატივს ძმაო რა გიშელა ექსი დაჟე გაბუნია როჟა აღმოჩნდა ძმაო რა გინდა იმას ხო უთხრა ხაბეიშვილსაც მაგრა რომ ესე დაჟე შენ დაცინე გახსოვს პატარა აქ კამათი რო გქონდა დისკუსია რომ ისე მოხერხებულად იტყვებოდა რომ მოკვდესო თეორიულად რომ დაუშვეთო და აქ სიცილი რო ავტეხეთ რომ რა მოკვდება რა მოკლავს მაგის დედაც ვატირეთკო და აი ისეთი ფრუსტრაცია ჩამოაგდო თავისი კულთან დაკავშირებით რომ კი არ შეიძლება 2 წელი რომ ის ფოტოებს და რატო აღარ ლაპარაკობს რომ ჩემი უახლოესი არისო და მე მეკითხებოდა რჩევებსო და ეხლაც თვალისწინებს ყველაფერში რომ მქონდეს კონტაქტის საშუალება რატო არ აწვება ისევ ტრამპთან მისი ახლობლობის ლეგენდას იმიტომ ტრამპს ფეხებზე კიდია ო წინაზე არ ეკიდა ბაიდენს არ ეკიდა მისი ხაზი რევოლუციის ხაზი უფრო ევროპელებშია, რომელსაც ტრამპი ეზიზღება. და ეხლა ამარო თქვა, რომ ტრამპი ჩემის მაგაციაო, ხო და კარგია, რეზოლუციაში აღარ ჩაგწერ ტრამპმა გიშველოს, რომ ეტყვიან, აი, მარტივი. სხვა შორის ტრამპი პოლიტიკაში მიშას გამოწავიდა. მიშას კითხა. გახსოვს ბაჩო? მიშამ დაანახა, რომ მას ქონდა მომავალი პოლიტიკაში, რა. მიშა, ტრამპი არის მიშას პატარა ძმა. პატარა. სოფო ჯაფარიძეც აღარ ახსენებს მეგობრებო, რო იცოდეთ ისე ჩვენ შტატში. მიშას მავზოლეუმი რა შვება. სოფო ჯაფარიძემ რო გაუკეთა. ეხა ბორბლებზე გადაიტანეს და უკვე მოსიარულე იქნება. მოძრავ მექანიზმი. მოძრავი მავზოლეუმი იქნება და ვარი ეღირება. არტეფაქტი შეიტანეს? რა? რამე ახალი არტეფაქტი შეიტანეს? ბიჭო რაღაც ექსკრემენტები შეუტანიათ. ექსკრემენტები? და ვეიპი. ვიუამედინა პროსტინა. ექსკრემენტები კი არ არის, ანალიზები არის. აქციის ბიჭო. და ვეიპი დაუმატებიათ, ბაჭო. ოღონ ბევრი. რაც იმანი ვერ მოცია. და დიდი გოწეული ვეიპები. ხო, ბევრი. ბევრი აი ესემ. მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია, ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით, ყველაფერი კარგად იქნება, კოცნით გეხოვით თქვენი. აბა. სამი და კარგი უქმეები.